ალბათ უკვე იცით ახალი ქართული მულტსერიალის სამსონაძეების შესახებ. პირველ რიგში ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ სიმსონების ქართველი მოყვარულების კომენტარები მოგვესმინა. გაგვეგო შესაძლებელია თუ არა ორი პროექტის ერთმანეთთან დაკავშირება, ან მოსწონთ თუ არა. მეტ გრონინგის შექმნილი სერიალის სიმსონები, რომელიც საშუალო კლასის ამერიკული ოჯახის ერთგვარი პაროდიაა, მსოფლიოს მალევე მოედო. ჰომერის, მარჯის, ბარტის, ლიზას და მეგის ისტორიებმა ჩვენამდეც მოაღწია. ძალიან მიყვარს სიმსონები, გამორჩეული არის იმით, რომ ღადაობენ და ხუმრობენ თავის ერზე, ანუ როგორი დებილები არიან ამერიკელები. არიან ძალიან საყვარლები, სასაცილო არის ძალიან და რავი, ყველა სიმსონის გმირი მიყვარს და რავი, ძალიან მაგარი. ხაიციეთ, ახლა მომიხმარა. იმითი არის, რავი, ჩემი აზრით, მაგარი და რაღაც რო და თვითონ ამერიკელი ხალხისთვის რო მიუხედავად იმისა, რომ თვითონ სერიალი არის ამერიკელ ხალხზე დაფუძნებული და იუმორით უყურებს ამერიკელ ხალხს, ამ ხალხისთვის ეს მაინც მისაღებია და მაინც, რა ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ის არის სერიალი ამერიკაში. ჩემი აზრით, სიმსონები უბრალო მულტფილმი იმიტომ არ არის, რომ გარდა რაღაც ჩვეულებრივი სიტუაციებისა, რომელიც იქ ხდება, ამის მიღმა კიდე არის თითოეულ პერსონაჟში, თითოეულ რაღაცა სერიაში ჩადებული აზრი, რომელიც ასახავს ამერიკელების ცხოვრებას და არა მარტო ამერიკელების ნებისმიერმა ერმა და ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გაითვალისწინოს იმათ მაგალითზე სხვადასხვა რაღაცები. ნახეთ სამსონაძეები? მეგობართან ჩავრთე და 2 წუთში გამოვრთე ეგრევე. მე უბრალოდ მაინტერესებდა რა იყო და 1-2 სერიას უყურე, თუმცა არ მომეწონა ძალიან. არა. და არ გაინტერესებთ თქვენ რომ უყუროთ, მაინც ნუ შეაფასოთ, ხო? ვიღოს ხო. კაი. აი შეიძლება რომ თავიდან რომ გაეტანა მანქანაზე თუთი ყუშტე დამთავრდება და ყველაფერი. აი ეს ნახე რას გავს. მე მეშლება. შეიძლება. წადიო მარსალში. რა სიტყვით სამსონაძეებზე? საშინელება, როგორც მაშინ ახაც ვერ გავუძალი და ვერ უყურე ბოლომდე. მაგრამ ის არ მესვე თუთი ყურში რატო არის ტრიდე და დანარჩენი პროსტა ნახატი რაღაცა. საშინელება. მე ის ვერ გავიგე რატო არა გიღიპი და რატო აქ ეს ქვედა ნაწილი მსუქანი იმ კაცს და საერთოდ ყველას. თუ აკეთებ ქართულს უკეთესი იქნება საერთოდ გაიხმოვანებინათ ეს სიმსონები ისე გაეშვათ, მაგრამ თუ ამას აკეთებ, უნდა გააკეთო ნიჭიერად, ხო და ეს არის უნიჭოდ გაკეთებული. იუმორი ძალიან ცოტა არის და ამ გაგაღიზიანა შენ ყველაზე მეტად ან ნახატმა თუ რა? ყველაზე მეტად გამაღიზიანა იმან, რომ სიმსონებს ბაძავენ ვითომ და ეგეც არ გამოგდის და ანუ ესე იგი არაფერი არ გამოგდის. YouTube ძალიან ისეთი საიტია, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ერთ-ერთი upload ვიდეო საიტია და ესეთი რაღაცაა, რომ თვითონ იქ არ აქვს უფლება, რომ სიმსონის თლიანი სერია დაიდოს, მხოლოდ პატარ-პატარა სკეჩები ან მონაკვეთებს დებენ ამ საიტზე და რატომღაც რომ ესეთ საიტს არ აქვს იმ სერიების დადების უფლება და რაღაც პატარა სტუდიას თუ სტუდია ქვია მაგას, აქ ესეთი მულტფილმის გადმოკოპირების უფლება. ეს მხოლოდ სიმსონების მოყვარულების აზრია, მაგრამ რას ფიქრობ სხვა ახალგაზრდობა? ბოდიში სამსონაძეებზე რამე გაგია? არა. ბოდიში რა იცი სამსონაძეებზე? არაფერი. სამსონაძეებზე რა იცი? დეგენერატობა. ვიცით რომ არ არის არ დაგვაინტერესა მაქს. ძალიან დიდი გულისხმით ჩაუჯექით, მაგრამ აი რაც იმ სამსონაძეებს ის ინტრიგა არ აქვს. თუ
სხვას ვერ იმაშობიან, განმოყოფილებ რომ მე არ მაღიზიანებს და ალბათ არსებობენ ადამიანები, რომელსაც არ აღიზიანებს. საერთოდ დაიცი რა არის? ბილბორდებზე მაქონა ნახი მარტო. არ დაგაინტერესა მე რა. არა. არა, სამსონაძეები. აზრი არა ვარ. სამსონაძეებზე რამე გაიგია? შემეხო. მოდი სამსონაძეები ნახე. აუ კი ბანძობაა. მომწონს. რო კოპირება ხდება. კოპირება რო ხდება ეს არა. არა. ანუ საქართველოს უნდა კეთდებოდეს ის, რაც საქართველოს უნდა კეთდებოდეს და არა კოპირებით. არა. არ გაგიგია სამსონაძეები. კი, მაგრამ არ უყურე. არც ერთხელ არ გინახავს. სერია არა. ყველაფერი საქართველოში კოპირებული გვაქვს. კარგია ეგ თუ ცუდი? ცუდია, იმიტომ რომ მინდა რომ უკეთესი იქნება, რაღაცა ჩვენ რომ მოვიფიქროთ და მოვიგონოთ, ახალი. ძალიან გვინდოდა სიუჟეტის მეორე მხარეც გვეჩვენებინა. გვაინტერესებდა რა სიტყვა სამსონაძეების შემოქმედებითი ჯგუფი. მაგრამ ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო უარი გვითხრეს. ალბათ დაეზარათ. ან უბრალოდ დრო ვერ გამონახეს ჩვენთვის. Nelson, honey, where have you been? Ha ha! Ha ha!